ყარიბაშვილის სახლიდან 15 მილიონი ლარი ამოიღეს და გაუშვეს. ასე მიმართა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლეს, რომელმაც პოლიტიკოსს ისევ პატიმრობაში დატოვა. დაკავების შემდეგ ეს მისი პირველი საჯარო განცხადება იყო. პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები, თქვა ხაბეიშვილმა საკუთარ სიტყვაში. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად სამართალდამცველებისთვის ქრთამის შეთავაზება და ხელისუფლების დამხობის საჯარო მოწოდება ედება. ციხეში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარეს და მასწავლებელს 2 ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. ხვალინდელ პროცესზე იურისტები სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. გახარიას პარტიამ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო. პლენარულ სხდომაზე პირველი სიტყვით მიმართვისას პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა ოცნების ერთ-ერთ მთავარ შეუსრულებელ დაპირებად ნაციონალური მოძრაობის ვერ აკრძალვა დაასახელა. დააკავეს კაცი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ქალს Facebook-ი გაუტეხა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მოტყუებით მოიპოვა სოციალური ქსელის პაროლის აღსადგენი კოდი, უკანონოდ შეაღწია მის პროფილზე და პირადი ხასიათის მიმოწერას გაეცნო. მაკრონი, რომელიც ნაპოლეონის სამხედრო წარმატების იმიტაციას ცდილობს, უკრაინაში 2000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.